თეატრი წინასაპრემიერო ჩვენებისათვის ემზადება, სადაც ფრანგი მწერლის იასმინა რეზას შავი კომედია ჟილეტის ღმერთი იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დაიდგა. თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სპექტაკლის პრემიერა იანვარში თეატრის გახსნისას შედგება. იცით რა არის? ჩემო ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ეს არის პიესა ორ ოჯახზე, რომლებიც ერთმანეთს ხვდება, იმიტომ რომ მათმა ბავშვებმა იჩხუბეს. და თავიდან ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია რამდენადაც მოაგვარონ და შერიგებისკენ წავიდეს საქმე, მაგრამ განგების და გამო ყველაფერი არც ისე თბილად და ერთაზროვნად მიდის. ის შედეგადაც სამბევი საინტერესო კონფლიქტი იბადება და მათი გადაწყვეტისკენ მივდივართ მე ბოლოსკენ. გასაგები პიესაა თვითონ, აი რო კითხულობ, ყველაფერი არის ძალიან გასაგები. ფილმიც არის ამაზე ხა, თან ამ ფილმიც ვნახე რომან პოლანსკის ფილმია, ხა 2011 წელს გადაღებული და ის ფილმიც ვნახე და იქ უფრო კიდე გასაგებად არის და ანუ კითხვები ფაქტობრივად არ ქონია არც ერთ მსახიობებს და ერთ-ერთი არის ის, რომ არ ვიტყვი რომ გაგვიჭირდა, უბრალოდ თავარია რომ ეხა ეს შედგეს თვითონ უკვე სპექტაკლის დროს და რაღაცა არ დაუკარგოთ ის რაც რაღაცა აქამდე რასაც მოვაბით თავი რა და ანუ შევძლოთ რომ ეს მე ბუნებრივად გავათამაშოთ. საინტერესო იყო თვითონ პროცესი ამ სპექტაკლზე მუშაობის. ჭაბასთვისაც ალბათ საინტერესო იყო ჩვენი რეჟისორისთვის, იმიტომ რომ პირველი არის მისთვის თეატრში მუშაობა. კიდე რა თქვა. პერსონაჟი არის საერთოდ მთლიანად აგებულია, როგორ გითხარით. 4 პერსონაჟი ვარ. ერთიც რო ამოვარდეს, ოდნავ მაინც. მეგონი არაფერი არ გამოვა. ესეთი